დაშორებული წყვილებისთვის როგორ არის უთქვენოდ, მოდით ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ისინი ვინც დაშორებული ხართ პარტნიორს, გაურკვევლობაში იმყოფებით, საინტერესოა როგორ არის უთქვენოდ. ყოველგვარი გადაჭერბების გარეშე ვნახოთ ეს თემა. მოკლედ რომ თქვა პირველივე წინადადებაში, უთქვენოდ თქვენ თუ გქონიათ ბედნიერია და თავზე იმყოფს ცხოვრებას ძალიან ცდებით. თუ ასე ფიქრობთ, გამოდის თვითშეფასება ნულზე გაქვთ. უზარმაზარი გავლენა და კვალი გაქვთ დატოვებული მასთან. გეჩინავებად, გეჯიბრებად დემონსტრირებს, რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში აწყობილია, მაგრამ ვერ დავეთანხმები ვერანაირად. დეფიციტშია, უკმარისობაში, დანაკლისში, რაც მასში იწვევს სევდას, მოწყენილობას, გულს დიდად ვერაფერს უდებს. თუმცა რა თქმა უნდა ცხოვრებას აგრძელებს. ბავშვობის დროინდელი ტრავმები აქვს ამ ადამიანს, რის შედეგადაც ხშირად ძალიან არასწორი სიტყვებით, ქცევებით გამოხატავს თავის თავს და რეალურად ყურადღების მიქცევას უფრო ცდილობს. პლუს ამას დიდი გავლენა აქვს ოჯახის, მისი აზრით შეუფერებელი იქნებით მისივე გარემოსთვის. მას პირადად თქვენთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი დიდ როლს თამაშობს მისთვის, რის გამოც ხშირად უკან იხევს. განსაკუთრებით ეს გეხებათ მათ, ვისაც ასაკობრივი სხვაობა გაქვთ და ასევე სოციალური სტატუსშიც განსხვავება. ასევე რელიგიური და ეროვნული სხვაობაც, თუმცა პირველი მეორე სხვაობა უფრო გამოკვეთილია. ამ ურთიერთობაში თუ რატომ არის პრობლემები და რატომ უწევს მას თქვენს გარეშე ცხოვრების გაგრძელება. ეს ის სიტუაცია არის, როცა ერთი უყვართ და ცოლად მეორე მოჰყავთ, ამ პირიქით ერთი უყვართ და სხვაზე თხოვდებიან. აი ესეთი მომენტი რომ წარმოიდგინოთ, სასტორის ორი პინა, ერთი ეს არის მინდა და თქვენ ხართ, მეორე პინაზე დევს საჭიროება და საჭიროა ვიყო უშენოდ ნიშნავს. მოუნელებელი უძილო ღამეები, დამძიმებული გული და უმოტივაციო დრო შერჩა ხელში თქვენს გარეშე. უბრალოდ ჩვენ ადამიანები ყველაფერს ვეგუებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას, ეს არის და ეს და თავისთავად ეხლა ეს ადამიანიც რა თქმა უნდა აგრძელებს თავის ცხოვრებას. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 1673 53. ნუ მირეკავთ, ძალიან გთხოვთ. ამას სულ ვამბობ ხოლმე, უბრალოდ მომწერეთ და გიპასუხებთ.